1862 წელს. უორტონი განიხილება რეალისტ მწერლად, მაგრამ მის ნაწარმოებებში ხშირად შეიმჩნევა ნატურალიზმის ელემენტებიც. ყველა მის ნაწარმოებში მოქმედება ხდება მაღალი სოციალური ფენის, პურიტანების წრეში. მის ცხოვრებაში იყო ისეთი მოვლენები, რომლებიც მის ნაწარმოებებსა და თემებში აისახა. მაგალითად, მისმა ქორწინებამ, რომელიც არ იყო ბედნიერი, გავლენა იქონია მის ნაწარმოებებზე, სადაც ხშირად განიხილება ქალი პერსონაჟების გაბედული, მაგრამ შეზღუდული მდგომარეობა. უორტონი ფსიქოლოგიურ რომანებს წერდა ძირითადად მაღალი საზოგადოების ქალებზე და მათ პრობლემებზე. იგი რამდენიმე დეტალით მთელ ცხოვრებას აღწერს. მისი ერთ-ერთი ცნობილი რომანია ითენ ფრომი. ასევე ძალიან საინტერესოა რომანი ქვეყნის ადათი. ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს რომანისთვის უმანკოების ხანა. უმანკოების ხანა ედით უორტონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც პირველად 1920 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა, სოციალური სტატუსით მაღალი მამაკაცი, რომელიც ოსტატურად მართავს თავის ცხოვრებას, რადგან შეინარჩუნოს პრესტიჟი. მდიდარი ადვოკატი ნიულანდ არჩერი 1870-იან წლებში ნიუ-იორკში სოციალისტ მეი ველანზე დაინიშნა. ისინი იდეალურად შეეფერებიან